მოგესალმებით. თქვენ უყურებთ ორ ზღვას შუას. ეს არის გეოპოლიტიკური პოდკასტი. აქ საქართველოსა და მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხების შესახებ დებატებენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პოლიტიკური ანალისტები და პოლიტიკოსები. ორ ზღვას შუას მომასპინძლებ მე, ნინო გაბელაშვილი. პირველი ეპიზოდის სტუმრები იქნებიან ქართულ-ამერიკული თავისუფლების ინსტიტუტის დამფუძნებელი და ამერიკის მცოდნეობის დოქტორი გიორგი ლაბაძე. გიორგი, მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ. და რეალ პოლიტიკის რედაქტორი აკა ზარქოა. აკა, მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ფორმატი გვექნება ნახევრად ფორმალური. თავდაპირველად დავსვამ ერთ შეკითხვას, რომელზეც პასუხის გასაცემად სტუმრებს ექნებათ 2 წუთი. შემდეგ თქვენ ასევე საშუალება გექნებათ ერთმანეთს დაუსვათ კითხვები და ამ კითხვა-პასუხის რეჟიმს გავამეორებთ რამდენჯერმე. შემდეგ მეც დაგისვამთ რამოდენიმე შეკითხვას, ბოლოს გექნებათ შეჯამებისათვის 2 წუთი. დღევანდელი დებატების თემა იქნება: არის თუ არა ტრამპი ზიანის მომტანი საერთაშორისო წესრიგისათვის და ამის გარდა განვიხილავთ, რა გავლენა აქვს ტრამპის პოლიტიკას საქართველოს უსაფრთხოებაზე. თქვენთან გადმოვალ აკა, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ტრამპის პოლიტიკა ზიანის მომტანი საერთაშორისო წესრიგისთვის? ხო, მგონია რომ კითხვის ასე დაყენება შეაზრდოთ, როგორ თქვა, ლოგიკური არ იყოს. მგონია რომ აქ უფრო მეტად ჩვენ ხედავთ იმას, რომ დონალდ ტრამპი არის გამოძახილი იმში და პოლიტიკური და თქვა რაღაც იდეოლოგიური პროცესები, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს. თან უკვე მეორე დაირჩიეს პირველისგან განსხვავებით პოპულარული მანდატით, ანუ უფრო მეტმა ადამიანმა მიცა ხმა. მეორე საკითხია, ვთქვათ, რას ვეძახით საერთაშორისო წესრიგს. თუ საუბრობთ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო დღის წესრიგზე, რაც იყო ამერიკის პოლიტიკის, ვთქვათ, ქვაკუთხედი, პრაქტიკულად ცივი ომის დასრულებიდან მოყოლებული, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით ხედავთ სერიოზულ ცვლილებებს და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ამ კუთხით შეიძლება ითქვას, რომ რევოლუციურიც არის. თქვა წინა ადმინისტრაციებთან შედარებით. მგონია რომ ამ თვალსაზრისით ტრამპის გამოჩენა ნამდვილად უქმნის თქვა გარკვეულ რისკებს იმ საერთაშორისო წესრიგს დაფუძნებულს, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები იცავდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თავად ეს წესრიგს დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არ იყო მაინდა-მაინც კარგ ფორმაში ამ პერიოდში და ამაზე მეტყველებს რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ღაზაში განვითარებული მოვლენები და კიდევ ბევრი სხვა კერა კრიზისის მსოფლიოს გარშემო. მადლობა. აკა, გიორგი, თქვენთანაც იმავე კითხვით გადმოვალ. პრინციპში შესავალი ოპონენტისა ძალიან ლოგიკური იყო, იქნა გაუგნარი, რომ ტრამპის გამარჯვება თავისთავად იყო შიდა პოლიტიკის გამოძახილი, თუმცა მე ვიტყოდი, რომ საგარეო პოლიტიკის გარკვეული შეცდომების გამოძახილიც იყო, რაც მისმა წინამორბედებმა დაუშვეს. ის რამაც გააჩინა ტრამპის საგარეო პოლიტიკის ხედვები, ჩემი აზრით ეს იყო ამერიკის სუსტი პოზიციები, რომელიც დადგა ბაიდენის და ობამას დროს. იმ პირობებში, რაც დატოვეს, რაც ჩააბარეს დონალდ ტრამპს, დღეის მდგომარეობით აი ეს ძალების ხელთავიდან მოკრება და ძალაზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოება შეიძლება ითქვას გადარჩენაც კი იყოს საერთაშორისო სისტემის და ამერიკის დომინირების მსოფლიოში. თქვენი აზრით, საქართველოს უსაფრთხოების საკითხისთვის რამდენად არის დადებითი ან უარყოფითი შედეგის მომტანი ტრამპის საგარეო პოლიტიკა? დღეის მდგომარეობით მე მგონია და ამას უშუალოდ ურთიერთობებიც აჩვენებს, რომ რეგიონში ამერიკის ჩართულობა ერთიოდ გაიზარდა, მოხდა რუსეთის მაქსიმალური შევიწროება და ამ კორიდორის საკითხმა, რასაც ეძახდნენ ზანგეზურის დერეფანს, საბოლოო ჯამში გააკეთა ის, რომ მოწყვიტა ერთმანეთს რუსეთი და ირანი. საერთოდ ზოგი მიიჩნევს, რომ ეს დერეფნის საკითხი საქართველოს აყენებს გარკვეული პრობლემის წინაშე, მაგრამ მე მგონია, რომ საერთოდ ეს შუა დერეფანი, რაც არის ლაპარაკი და რისი ნაწილიც არის ეს კორიდორი, წარმოუდგენელია შავი ზღვის და საქართველოს გარეშე, რაც ჩემი აზრით საქართველოს ძენს უფრო მეტ წონას, ვიდრე ქონდა ტრამპის მოსვლამდე. ასე რომ ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, უკვე ეს ინვესტიცია, რაც ამერიკელებმა დაანონსეს ხო სომხეთში, უკვე იმის მანიშნებელია, რომ რესპუბლიკელების პოლიტიკა ჩვენს რეგიონში შეიძლება იყოს ჩვენთვის სასარგებლო, თუ ვიმუშავებთ ჩვენს შესაბამისად. მე ვფიქრობ, რომ ეს დერეფნის ნაწილი საქართველოს გავლენის გარეშე არ გამოვა, ამდენად ჩვენ შეგვიძლია ამის ძალიან სწორად გამოყენება სწორი ურთიერთობების შემთხვევაში. მადლობა. აკა, თქვენ რამდენად იზიარებთ ამ ოპტიმიზმს, თუნდაც დერეფნის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად კონკრეტულად საქართველოს რა გავლენა აქვს თქვენი აზრით ტრამპის
საგარეო პოლიტიკას? ხო, აქ რამდენიმე ფაქტორია. მე ვეთანხმები გიორგის იმაში, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სამშვიდობო შეთანხმება და მშვიდობის დამყარება რეგიონში არის ძალიან მისასალმებელი გადაწყვეტილება და ზოგადად გიორგი მას ახსენა, რომ არის თითქოს რაღაც სხვა წარმოდგენები, რომ ეს ჩვენს სატრანზიტო ფასეულობას და ღირებულებას შეამცირებს და ასე შემდეგ. Შესაძლოა მე ეჭვმეპარება რომ ეს დრამატულად შეიცვალოს სიმართლე რომ გითხრათ იქიდან გამომდინარე ამ კორიდორის სპეციფიკიდან გამომდინარე ხო ანუ ეს არის 8 კილომეტრიანი ზოლია მის გამტარუნარიანობა სერიოზული შეზღუდვები აქვს და ამ და სხვა ფაქტორების გამო მაგრამ სტრატეგიულად და ზოგადად არასწორი მგონია რომ ქვეყანამ მთელი თავისი გეოპოლიტიკური რაღაც მომავალი დაამყაროს და დააფუძნოს და თავის ერთადერთ ტრანზიტულ ფუნქციას და იმას რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს და თურქეთს შორის ურსასრულოდ გაგრძელდება ეს დაპირისპირება. ნებისმიერ შემთხვევაში მისასალმებელია და ამერიკის ჩართულობა რეგიონში თუ კი ეს პროექტი განხორციელდება, ხო ანუ აქაც ეს დათქმა უნდა შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციისგანაც და სხვა ადმინისტრაციებისგანაც გვინახავს ბევრი ისეთი პროექტი, რომელიც დაანონსებულა, შემდეგ არ შესრულებულა, თუ კი ეს შესრულდება, მე მგონია რომ ეს საქართველოსთვის დადებითი იქნება აქ თვითონ ამ კორიდორის გახსნაში და ამ სამშვიდობო შეთანხმებაში ტრამპის როლზე და ტრამპის ადმინისტრაციის როლზეც დავა შეიძლება მე ჩემი აზრი და ჩემი შეფასება არის ის რომ ტრამპის ადმინისტრაციამ დაინახა ესეთი დაბლა ჩამოკიდებული ხილი დიპლომატიური რომლის მოწყვეტაც მარტივად შეეძლო და გამოიყენა ეს შესაძლებლობა და ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით უფრო მეტი გაბედულობა გამოიჩინა ეს ნამდვილად დასაფასებელია მაგრამ რაც შეეხება რისკებს და თქვა საქართველოსთან დაკავშირებით ეს არის ისე თქვა ეს საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო დღის წესრიგის მოშლა საქართველოსნაირი პატარა ქვეყნებისთვის რომლებიც დამოკიდებულები არიან აი ამ წესებზე რა თქმა უნდა არ არის კარგი და ხო ანუ აქ ასევე ნატოს ფუნქციაც ხო რომლის მიმართაც ტრამპი ცოტა ანტაგონისტურად არის განწყობილი და რომლის გაფართოების მიმართაც ღიად დააფიქსირა თავისი ანტაგონიზმი ესაც მგონია რომ უარყოფით როლს თამაშობს საქართველოს. ამ თემაზე მინდოდა ზუსტად გადასვლა ნატოს საკითხი ანუ ტრამპს არაერთხელ დაუფიქსირებია არც ისე ცხადი პოზიცია მათ შორის უთქვამს რომ აი ნატოს მეხუთე მუხლი რომელიც საერთო თავდაცვის ვალდებულებას შეეხება და გულისხმობს რომ ნებისმიერ წევრზე თავდასხმის შემთხვევაში ყველა წევრი ვალდებულია საკუთარ თავზე თავდასხმად მიიღოს და უპასუხოს შესაბამისად არის ექვემდებარება ინტერპრეტაციას. დამეთანხმებით რომ ფუნქცია ნატოსი იმაში გამოიხატება რომ შეკავების ძალა აქვს და ეს ძალა აქვს მაშინ თუ ოპონენტი რეალისტურად აღიქვამს იმ საფრთხეს, რაც ნატოდან წამოვა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე წევრ ქვეყანას დაესხმებიან და თუ ბუნდოვანება არსებობს ამასთან დაკავშირებით და რუსეთს მაგალითად ეჭვიში აქვს იმაში, რამდენად არის მზად ყველაზე ძლიერი წევრი ალიანსის, რომ დაიცვას მისი მოკავშირეები, რამდენად შეიძლება ეს პოზიტიურად აღვიქვათ ნატოს ტრამპმა საფრთხე შეუქმნა თუ გააძლიერა. ნატოსთან დაკავშირებული ეს შიშები სრულიად უადგილო მგონია, მე რასაც ვხედავ ბოლო 6 თვის განმავლობაში განსაკუთრებით ეს არის მაქსიმალური მცდელობა ტრამპის ადმინისტრაციისგან, რომ ევროპელებმა რაღაცნაირად თვითონვე გააძლიერონ ის საკუთარი თავი, რომ თავდასხმის შემთხვევაში ისინი პირველადი დახვედრისთვის იყვნენ მზად. ვიდრე რა თქმა უნდა შეერთებული შტატები პასუხობს მეხუთე მუხლს და ჩაერთვება მოკავშირეების დასაცავად, მაგრამ რაც უფრო სუსტი იქნება ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი, მით უფრო გაუჭირდება შემდგომში ამერიკას სამსაომარი მდგომარეობებში ჩართვა. და ეხლა ამერიკა აკეთებს იმასაც, რომ აკეთებდეს, რომ მაქსიმალურად აძლიერებს ევროპის თეატრს, იქნება ეს სამხედრო შესაძლებლობები, ინდუსტრია, ფინანსები პირველ რიგში და ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ივნისის სამიტზე მოხდა დათქმა ნატოს ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით. მადლობა. აკა თქვენ რამდენად იზიარებთ ამ თვალსაზრისით ტრამპი ნამდვილად არის როგორ გითხრა უფრო კარგი წონასწორობის დადგომისთვის საჭირო იარაღი ის ნატოს აკრიტიკებდა პირველი ვადის დროსაც და აბსოლუტურად სამართლიანად აკრიტიკებდა და ეს კრიტიკა და ეს თქვა ზეწოლა ნატოს მიმართ აბსოლუტურად ჯანსაღი გაგრძელდა მეორე ვადაში და საბოლოო ჯამში მართლაც მიიღწა ის ისტორიული თანხმობა იმის შესახებ რომ 2030 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაიზრდება თავდაცვის ხარჯები, რაც ნატოსთვისაც კარგია და ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც კარგია, რა თქმა უნდა. აქ მეორე თვალსაზრისით ახლა ვთქვათ ის ზიანი, რაც მოიტანა ტრამპის განცხადებება წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რომ ის არ დაიცავს იმ ქვეყნებს, რომლებიც არ იხდიან საკმარის და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა არის ზიანი, თუმცა ეს ზიანი არ არის ვთქვათ რაღაცა გაზომვადი რა და ხელშესახები, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია რომ დავაყნოთ, თუმცა თანამედროვე რიტორიკის პირობებში ვთქვათ საკითხავია, რამდენად გაბედავდა რუსეთი დრონების შეგზავნას პოლონეთში და
ბალტიისპირა ქვეყნებში და ასე შემდეგ. რაც შეეხება ზიანს საქართველოსთვის, მე მგონია რომ ზიანი იყო სწორედ აი ამ ნატოს გაფართოების ნაწილში ღიად დაფიქსირება იმისა, რომ უკრაინა საქართველოს არ იყო ნახსენები, უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი და ეს პრაქტიკულად მოლაპარაკებების დაწყებამდე დათმო ტრამპის ადმინისტრაციამ. მადლობა. გიორგი, თქვენ რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით აი ბოლოს გამოთქმულ საზრებებს? მე ამერიკელი კონსერვატორების და ტრამპის მოკავშირეების, მათ შორის ქორული საგარეო პოლიტიკის მომხრეების გულისხმობ და არა იზოლაციონისტებს. ხშირად მომისმენია, რომ თუ ჩვენი მოკავშირეებს თავად არ უნდათ თავიანთი თავი რომ დაიცვან, ჩვენ მათ ვერ დავიცავთ. არის კონკრეტული ქვეყნები, რომლებიც საერთოდ არაფერს არ იხდიან შეიარაღებაში, ხო? თუ მათ არ სურთ რომ კონდეთ კარგი შეიარაღება და იყვნენ მზად საფრთხეებისთვის, ამერიკა მათთვის რა თქმა უნდა თავს ვერ გადადებს. ასე რომ ეს ხედვა ძალიან სერიოზულად ტრიალებს შეერთებულ შტატებში, რაც იმას მიუთითებს, რომ ამერიკა ერთის მხრივ დაარწმუნოს მისი მოკავშირეები და მეორეს მხრივ იმაშიც დაარწმუნოს, რომ თუ ისინი არ იქნებიან მზად, სხვა მათ გამო თავს ვერ გაწირავს. ასე რომ ეხლა რაღაც მორალური გამოსახედანაც რო შეხედო და პრაქტიკულიდანაც მე მგონი ეს ხედვა ერთის მხრივ გასაგებია და მეორეს მხრივ მოკავშირეებს ავალდებულებს და აიძულებს, რომ კიდევ უფრო მეტად შეიარაღდნენ. რამდენად ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ შეიძლება რუსეთს ვერ გაებედა და ვერ დაეტესტა დრონების გაგზავნა, ან ხომ არ ეთამაშება რუსეთი წითელ ხაზებს ახლა იმის გამო, რომ კი, რუსეთი უბრალოდ არის ცუდ მდგომარეობაში, ცდილობს მაქსიმალურად სიტუაციის გადაძაბვას და დასავლეთის დაშინებას, რომ რაღაცნაირად თავის თავს მისცეს გარანტია იმისათვის, რომ აღარ დაეხმარონ მოკავშირეები უკრაინას ომის გასაგრძელებლად. ეს ხდება, რასაც რუსები აკეთებენ და იმის მიუხედავად თუ რა ექნებოდა ნათქვამი ტრამპს, ამას ისინი აუცილებლად გააკეთებდნენ. კარგი ის არის, რომ ტრამპისგანაც მიიღეს ესე ვთქვათ პირდაპირ გზავნილი, რომ თუ კიდევ გადაკვეთენ, აუცილებლად ჩამოაგდონის დრონები და მეორე მხრივ პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც ამაზე ღია განცხადება გააკეთეს, რომ ისინი აღარ მოითმენენ შემდგომში. ანუ თავიდან სუსტი პასუხი იყო ნატოს მხრიდან, მაგრამ რამდენიმე დღეში ჩვენ და საბედნიეროდ ყველამ ღია და ცალსახა პასუხი გასცა იმას, რომ მეჯერ აღარ უნდა დაიღოს ესე ვთქვათ ეს ქვეყნების საზღვრები და ნახოთ ამას გამოჩნდება პრინციპში როგორ არის დარჩება თუ არა რიტორიკად. დემოკრატიზაციასთან დაკავშირებით ხშირად აღნიშნავენ, რომ ტრამპის პრიორიტეტი ნაკლებადაა, ანუ ტრამპი არ არის ინვესტირებული იმაში, რომ წაახალისოს ან მხარი დაუჭიროს ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიზაციას და ამის გამოხატულებად მიიჩნევა ასევე საქართველოს საკითხის უკან გადაწევაც. თქვენ რას მიაწერთ, ანუ რის გამოა, რომ საქართველოს ნაკლებად ჩანს ამერიკის შეერთებული შტატების პრიორიტეტებში. განსხვავებით მაგალითად სომხეთსა და აზერბაიჯანისგან. რატომ არ ხდება ამას აქ ობიექტური მიზეზები? საქართველოს არ არის, თქვათ, იმ ზომის და იმ გავლენის და იმ მნიშვნელობის ქვეყანა, რასაც ჩვენ ვისურვებდით ობიექტურად, რომ წარმოვიდგინოთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მაგიდაზე, ამ რეზოლუტის მაგიდაზე დადებული საქახალდეები, რომელსაც სხვადასხვა თემა არის განხილული, წარმოვიდგინოთ საქართველოს სად ხდება აი ამ საქახალდის რომელ ნაწილში. მით უმეტეს ტრამპი ცნობილია იმით, რომ აინდამაინც არ უყვარს თქვა აი ამ საქახალდეების კითხვა და ურჩევნია რომ მოისმინოს ეს ყველაფერი. მოსმენაც არ უყვარს, უბრალოდ ურჩევნია რომ ეს ყველაფერი Fox News-ზე ნახოს, რამდენადაც თქვა მისი თანაშემწეები ამბობენ ამის შესახებ. მეორე თვალსაზრისით, ახლა ნამდვილად ტრამპი ბევრად უფრო ღიად ტრანზაქციული პოლიტიკოსია, ვიდრე იყო ბაიდენი ან მისი სხვა წინამორბედები. მაგრამ ჩვენ ხედავთ ბელარუსის მაგალითს, ხო, როდესაც ტრამპის მედიაციის პირობებში გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. ანუ ეს მხარეც აქვს ამ ყველაფერს. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია რომ თქვათ აქ საქართველოს მნიშვნელობიდან გამომდინარე, მგონია რომ მაინც სენატის და კონგრესის გავლენა ამ საკითხზე იქნება მნიშვნელოვანი და სერიოზული და ნაკლები იქნება გავლენა უშუალოდ აღმასრულებელი ფრთის. მემკვიდრეობითობა, რასაც ქვია, ხო, თქვათ ამერიკული პოლიტიკის, როდესაც პრეზიდენტების და ადმინისტრაციების ცვლილების მიუხედავად, თქვათ, რაღაც მიდგომები ნარჩუნდება. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ამას ხედავთ, ხო? თქვათ, კრიტიკული განცხადებები ნაკლებია შეიძლება, მაგრამ არც თქვათ საპირისპირო ნორმალიზაციის ნიშნები არ ჩანს ქართულ ოცნებასთან ვითარების დალაგების და სწრაფი დალაგების რის იმედიც ჰქონდათ ოცნებაში, აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ გამართლა როგორც მინიმუმ ამ ეტაპამდე. მადლობა. გიორგი, თქვენ ხომ არ გაქვთ კომენტარი იმავე საკითხზე? კი, მაქვს კომენტარი აუცილებლად. მე მგონია, რომ ტრამპი ეხება იმდენად ნიშნულოვან საკითხებს ამერიკელი ხალხისთვის, რომ ის დროს არ კარგავს, თქვათ, იმ საკითხებისთვის, რაც უშუალოდ ამერიკელ ხალხს არ ეხება და როცა საგარეო პოლიტიკაზეა საქმე, ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს
ჩინეთის და რუსეთის საკითხებს, რომლებიც დეკლარირებული საგარეო მტრები არიან ამერიკის შეერთებული შტატების. ამდენად მე პირადად ტრამპის მხრიდან საქართველოზე გაკეთებულ კონკრეტულ განცხადებას არ ველოდები, თუმცა მე ველოდები სახელმწიფო დეპარტამენტისგან აი ამ ჩართულობას. სახელმწიფო დეპარტამენტმა არაერთხელ უკვე რაღაც შაბლონიც კი არის, მე მგონი მაგაზე, რომ ვინმე რო უგზავნის სახელმწიფო დეპარტამენტს კითხვას საქართველოზე, ისინი პასუხობენ, რომ როგორც JD Vance-მა განაცხადა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე, თუ სანამ არ გათავისუფლებიან პოლიტიკური პარტნიორები და იქნება ჟურნალისტების დევნა, მანამდე რთული იქნება ამ ურთიერთობის დალაგება. ეს მიუთითებს, რომ მორალურ საკითხს თუ შევეხებით და სტანდარტებს თუ შევეხებით, არ კარგავს ამ სტანდარტებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ტრამპის ადმინისტრაციის ქვეშ. ეხლა ეს ღირებულებების ნაწილია, ხო? მეორე მხრივ არის პრაგმატული ინტერესის ნაწილი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციისთვის სრულიად მიუღებელია, რომ ისინი არ არიან ჩართულები ანაკლის პროცესთან დაკავშირებით საქართველოსთან ურთიერთობაში. როგორც ხედავთ, ქართულ ოცნებას არც სურს, რომ ამერიკა ამ მხრივ შემოვიდეს, ამიტომაც მე ძალიან მეეჭვება, რომ ეს ურთიერთობა დალაგდეს, ვიდრე თქვათ ეს საკითხები არ გაირკვევა. ქართულ ოცნებას რო თავი დავანებოთ, გასაგებია, რომ ეს ნებელობა არ აქვთ უბრალოდ, რომ დაალაგონ ურთიერთობები, უფრო სწორად იმ პირობების საკმაყოფილების შედეგად დაალაგონ, რაც იქედან მოდის. ქართულ ოცნებას რომ შევეშვათ და რომ ვისაუბროთ პროდასალურად განწყობილ ოპოზიციაზე ან ორგანიზაციებზე ან ადამიანებზე, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, თქვენი აზრით ისინი თუ შეიძლება აკეთებდნენ რამეს განსხვავებულს და უკეთესად იმისათვის, რომ ამერიკის ინტერესებში საქართველოს წინ მე არ წამოიწეს. გონია რომ ჩვენ არა სამოქალაქო სექტორს შეეძლოს რაიმე უფრო მეტის გაკეთება იმისთვის, რომ თქვა საქართველოსი ტრამპის ადმინისტრაცია დავაინტერესოთ, ჩვენ დასაზღვრულები ვართ იმ გეოგრაფიით, რითიც ვართ და იმ გეოპოლიტიკური ზონით, რაც გვაქვს. მეორე საქმეა, რომ თქვა რაღაცა ზოგადად ეს დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც საზღვარგარეთიდან დაგვეხმარებიან და ჩვენ პრობლემას აქ მოაგვარებენ, იქნება ეს მეგობარი აქტის მეშვეობით, თუ თქვა სხვა რამე ესეთი მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივის მეშვეობით, ეს იმედები ზოგადად ფუჭია და ჩემი აზრით მავნებლურიც არის. და მგონია, რომ ხო უფრო მეტი ფოკუსი უნდა გაკეთდეს შიდა საკითხებზე და ალტერნატივის შექმნაზე. ვიდრე იმაზე, რომ თქვა რაღაცა უფრო მეტად დაუახლოვდეს აქაური ოპოზიცია, იქაურ ხელისუფლებას და უფრო მეტი მხარდაჭერა წამოვიდეს. ამ გასაკარაო მხარდაჭერაში და პოლიტიკაზე აქვს შეზღუდული გავლენა. და ჩვენ ამ შეზღუდულ გავლენას ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში და ეს გავლენა არასდროს არ არის საკმარისი და ვერასდროს ვერ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანაში ვითარება შეცვალოს ფუნდამენტურად და შეცვალოს ძალაუფლებაში მყოფი ადამიანების ვინაობა, ხო? გასაგებია, ანუ ეს კითხვა დამება და იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ახსენეთ ტრამპის ტრანზაქციულობა და თუ ტრანზაქციული პოლიტიკოსია და თუ თავისებური და უცნაური საგარეო პოლიტიკა აქვს, თვითონ თეორეტიკოსებიც ასე აფასებენ, მაქედან გამომდინარე, ხო, ლოგიკური ის არის, რომ ჩვენ რაღაცა უნდა შევთავაზოთ იმისათვის. შეთავაზება ბიძინა ივანიშვილს ბევრად უფრო მეტი რამის შეთავაზება შეუძლია, ვიდრე სხვა ვინმე პიროვნებას საქართველოსთან. უბრალოდ რადგან ამის ნებელობა არ არსებობს და ამაზე ჩვენ გავლენა არ გვაქვს, კითხვა გადავიტანენ ჩვენ ის ნებელობაცაც არა იმდენად, რამდენადაც უბრალოდ კომუნიკაციას ვერ ამყარებენ, რამდენადაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ აი რაღაც მედიაში გავრცელებული ამბებიდან, ხო? ანუ ჩვენ ვერ ნახეთ ვერანაირ თქვა რაღაც პროტოკოლური ღონისძიებების გარდა გადაკვეთა ქართული ოცნების და ტრამპის ადმინისტრაციის პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ შემდგარა, ხო, თქვა. თქვენ არ ფიქრობთ, რომ ეს ნების არქონის გამო? არა, ნების არქონის გამო არის, რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილში, თუმცა მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება დიდი სიამოვნებით დაელაპარაკებოდა დონალდ ტრამპს. უბრალოდ ამ ეტაპამდე ვერ მივიდნენ. შემდეგ უკვე ვთქვათ, იქ რაზე არის წამსვლელი და გამოუშვებს თუ არა პოლიტპატიმრებს და დემოკრატიზაციის რაღაცა ამ დიქტატურის შეარბილებს თუ არა, ეს ყველაფერი უკვე შემდეგ საკითხია, მაგრამ მგონია, რომ ჯერჯერობით ამ ეტაპამდეც ვერ მივიდნენ, რომ თქვათ რაღაც მაგიდაზე დასხდნენ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და კონკრეტულ შეთავაზებებზე, ტრანზაქციებზე ილაპარაკონ. მგონია, რომ ესაა მათი პრობლემა ამ ეტაპზე და მგონია, რომ ბევრ დათმობებზე წავდნენ, თუ კი ესეთი შესაძლებლობა მიეცემათ, რაღაც დათმობებზე წავდნენ. ტრამპის ადმინისტრაციის განზეწოლის კუთხით და ამ ნაწილში მგონია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეაძლოა ბევრად უფრო ეფექტური და ქმედითი იყოს, ვიდრე მისი წინამორბედი ადმინისტრაცია. პრინციპების ნაწილი აქ არის გარდაულად მნიშვნელოვანი, რომ არ აინტერესებდეს, თქვათ, სახელმწიფო დეპარტამენტს აქ
პოლიტიკური პარტნიორების მდგომარეობა, მედიის შეზღუდვავი კანონები და ათასნაირი არადემოკრატიული კანონები, დამიჯერეთ სხვანაირი იქნებოდა ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ეს ურთიერთობის განვითარება. მარკო რუბიოზე როცა საუბარი, ხო, რომელიც არ ყოფილა ახლა სახელმწიფო დეპარტამენტში აქამდე, მაგრამ სენატორი იყო და საგარეო ურთიერთობების კუთხით ძალიან გამოცდილი პერსონა არის. შესაბამისად, მას მსგავსი მიდგომა არ შეეშლება, რომ რაღაც ელემენტარული პრინციპები არ გაითვალისწინოს და პრინციპებს რო ითვალისწინებს ამ წერილებში, რასაც ჩვენ ვიღებთ, ეს არის სახეზე. რაც შეეხება ჩვენ რა უნდა ვქნათ, სულ ცოტა ის არ უნდა ვქნათ, რომ საკმაოდ ისეთი დიდი ბაბლების მქონე და დიდი რესურსის მქონე ადამიანები არ უნდა ადარებდნენ ტრამპს ბიზინა ივანიშვილს და არ უნდა ერთ სიტყვაზე არ უნდა სვავდნენ რომ ორივე არის ოლიგარქი. ხო, ეს არის ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი რამე და ეს მოვისმინებთ ძალიან ბევრისგან. სულ ცოტა ეს არ უნდა გავაკეთოთ. მე მოგცეთ ერთ საკითხი მონიშნული, მაგრამ თქვენ თვითონ თუ გექნებათ ერთმანეთთან კითხვენ. ხო, მე თუმცა მოვისმენთ. დებატებზე მეტად აზრთა გაცვლა გამოგვივიდა. მე დაგისვამდით კითხვას შეერთებული შტატების გადმოსახედიდან რომ შევხედოთ და მე შემდგომში სოფლიო წესრიგს, ხო, იმიტომ რომ რეალურად შეერთებული შტატებია გარანტია მეტნაკლებად ამის. ჩინეთის როგორც თავარი საფრთხის წარმოჩენა, რამდენად ეთანხმება არა ჩვენი რეგიონის გადმოსახედიდან, თქვა, არამედ ამერიკის გადმოსახედიდან. რა თქმა უნდა, ხო, ანუ აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ ანუ ჩვენ თუ ამას ყველაფერს შევხედავთ საქართველოსდან ამ ყველაფერს, ეს უბრალოდ უაზრობა იქნება, ხო? ანუ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის რაღაც 350 მილიონიანი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისი ინტერესები და რომელიც ხედავს ჩინეთს როგორც მთავარ გეოპოლიტიკურ მეტოქეს და სრულიად ლოგიკურია რომ ეს ესე არის. ამ ნაწილში ტრამპის და თუნდაც იგივე ბარაკ ობამას ადმინისტრაციას შორის შეიძლება უფრო მეტი თანხმდრა ვნახოთ ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. იგივე შეგახსენებთ რომ ბარაკ ობამას დროს დაიწყო ეს აზიისკენ სვლა, ხო, ანუ pivot to Asia რასაც ქვია. მაგა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვიცი მეთანხმებით თუ არა, მაგრამ მე მგონია რომ წმინდად იზოლაციონიზმის, ამერიკული იზოლაციონიზმის მოვლენაა და ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ და მათ შორის შეხსენე რომ ვთქვათ ეს ობამას და ბაიდენის შესტომები ახსენე და ტრამპი რომ ამის რეაქცია არის. მე მგონია რომ თუ აი ამ ტრამპის ეხლანდელ კოალიციას დავაკვირდებით და მათ შორის შემადგენლობის დონეზე ეს კოალიცია არის შეკრული არა იმდენად ბაიდენის და ობამას შესტომების წინააღმდეგ, არამედ იმის წინააღმდეგ, რასაც თვითონ მიიჩნევენ შესტომად, რასაც თვითონ უწოდებენ forever wars, რასაც უწოდებენ ერახს და ავღანეთს, ხო, ანუ ეს არის მათთვის თავარი შეცდომა, რო კითხოთ JD Vance-ს, მე რაც მომისმენია ყოველ შემთხვევაში ამ მაგასთან დაკავშირებული საჯარო პირების თუ პოლიტიკოსების განცხადებები, ისინი თავარ შეცდომად მიიჩნევენ სწორედ აი ამ აქტიურ ამერიკულ ინტერვენციონალისტ და გამოდიან იზოლაციონისტური პოზიციებით. ეს არის ჩემი აზრით განსხვავებული. წამოჭერით ნამდვილად, უბრალოდ მინდა რომ პასუხი გავწერეთ. მაგას ბაზაში კლასიკური იზოლაციონისტური შეხედულება და ფრაქცია არის დაახლოებით 5-10% და ეს თეთრი შავზე დაანგარიშდა, როდესაც იყო ირანზე მიტანილი იერიში და მაგას ბაზიდან მხოლოდ 10%-მა თქვა, რომ ირანისთვის ამერიკას არ უნდა შეეტია. ანუ ის ბომბები არ უნდა დაერტყა ირანისთვის. ეხლა ეს იმდენად აგრესიული მოვლენა იყო ამერიკის მხრიდან, რომ ეხლა მაგალითად წინა ადმინისტრაციაში მსგავსად აგრესიულ არც ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში და კაცმა რო თქვას ობამამ რაღაც მშვიდობის წრედობა დაიწყო საერთოდ, ხო? ანუ დიდი ხანია მსგავსი ძალის გამოყენება არ ყოფილა. ის რომ თავდაცვის სამინისტროს დაერქვა ომის სამინისტრო, ეს ჩემთვის იზოლაციონიზმი და რაღაც თავის ჩაკეტვა კი არა, ეს არის იმის ჩვენება მტრებისთვის, რომ ისინი მზად არიან ნებისმიერ ვითარებაში თუ ამერიკის ინტერესებს შეექმნება საფრთხე, დაუპირისპირდნენ არა მხოლოდ შეშფოთებით, არამედ აგრესიული ძალით. და ჰექსეტის ეს მიდგომები, რაც სამხედრო, ნუ ეხლა შეიძლება იქ რიტორიკა მეც არ მომეწონა, ეხლა რა თქმა უნდა იქ იყო რაღაც გამოსვლები, როცა გენერლებს მაგალითად ეს უცნაურად ესაუბრა ჰექსეტი. მაგრამ საბოლოო ამოცანა იყო იმის, ანუ ბრუტალური ძალის ჩვენება მტრებისთვის. რის გარეშეც ეხლანდელ თავზე გასულ ამერიკის მოწინააღმდეგეებში. ჩემი აზრით სხვანაირად საუბარი არ გამოვა. რაც შეეხება ახლა თუ მაქვს რო, ხო? შეიძლება, ხო? აი, იგივე ეს America First-ი რაც არის, ხო? ეგ ფრაქცია და ასევე ძველი რესპუბლიკელები, ტრადიციული რესპუბლიკელები გასაგებია, რომ თითქმის ყველა აგრესიულ საგარეო პოლიტიკას ემხრობა, მაგრამ ანუ ამერიკა უპირველეს ყოვლისა ფრაქციაში საუბარი არის პრიორიტეტებზე და არა იმაზე, რომ იზოლირება უნდა მოხდეს. იმის გამო, რომ ამერიკას დღეს აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა და ჩინეთის რესურსებმა ძალიან შეცვალა ამერიკის ამოცანები.
ამის გამო ამერიკას ჭირდება პრიორიტეტების დასახვა. თუ ის ადგენდა და ყველა მხარეს გადაიტანს აგრესიას, ის ვერცერთ შედეგს ვერ მიაღწევს. ეს გასაგებია რომ თქვა ჩინეთი ისახება მთავარ საფრთხედ, მთავარ პრობლემად გრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით, თუმცა ჩემთვის გაუგებარია როგორ შეიძლება ჩინეთი რო შევაკავოთ იმ შემთხვევაში თუ კი დღეს ბევრად უფრო სუსტ რუსეთს ვერაძლევს მკაფიო პასუხს და ვერ ახერხებს რუსეთის შეკავებას. მაგასთან დაკავშირებით ხო არსებობს მოსაზრება, რომ ანუ ჩინეთისკენ ვექტორის გადატანა არის ამერიკის საბოლოო მიზანი და რუსეთი ჭირდება ჩინეთის დასაბალანსებლად ეს. რამე იყო, რომ ანუ ტრამპის ადმინისტრაციამ თავისი ვადის დასაწყისში ცადა რევერსული ნიქსონის განხორციელება, რასაც ქვია, როდესაც თქვა 72 წელს ნიქსონმა და ჰენრი კისინჯერმა მოახერხეს თქვა საბჭოთა კავშირის და ჩინეთის ალიანსის დაშლა და ჩინეთის გადმოყვანა თქვა რუსეთისგან საპირისპირო ბანაკში. მე მგონია, რომ თუ ესეთი გათვლა იყო ყოველ შემთხვევაში და ჩანდა ამის რაღაც რიტორიკული ნიშნები ყოველ შემთხვევაში, ეს არ გამართდა, ცხადია, რომ არ გამართდა უკვე დღეს და მგონია, რომ ამას იაზრებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ახლა ჩვენ აღარ ვართ ისეთ სოფლიოში, რომელიც იყო 90-იან წლებში, როდესაც ამერიკა იყო ერთ-ერთი სუპერ სახელმწიფო სოფლიოში, რომლის თავდაცვის ბიუჯეტი შემდგომი რაღაც 50 ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტს აღემატებოდა ჯამურად. რა თქმა უნდა, ეს რეკალიბრაცია საჭიროა, ეს საჭირო იყო და ხედავთ, რომ ეს ხდება, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, ქმედებების დონეზე რა ხდება. ხო, ანუ ჩვენ იგივე უკრაინის თემას თუ ავიღებთ, რეალურად რატომაც ეს დღეს გრძელდება და რატომაც არ მივიღეთ ცუდი შეთანხმება არის ძალიან ბანალურად ვლადიმერ პუტინის ღორობა, ხო? ამ თვალსაზრისით ტრამპის არ ვიცი, ჩემი კითხვაც ეგ იქნებოდა ალბათ. თუ შეცდომას თუ ხედავს რაიმე ტრამპის მიდგომაში და როგორ გონია პუტინის ეს სხვარგადასული ამბიციები და მაქსიმალისტური მოთხოვნები რომ არა, ხომ არ შედგებოდა ძალიან ცუდი deal, როგორც ტრამპი ამბობს, უკრაინასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ტრამპს შეცდომები მეტი რა დაუშვია. ჩემი აზრით ესე ვთქვათ, შემოbrunება და სოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ ის უკრაინას დაიცავს, ცოტა დააგვიანა. გავიგეთ რა. დააჩვენა ეხლა რომ დაიცავს? ანუ რამდენად საბოლოო პოზიცია თქვენი ეს თემის ეხლა ნაჩვენებია, აბსოლუტურად ნაჩვენებია. ახმარების სახით იარაღს არ აძლევს. ბაიდენის ადმინისტრაციის პაკეტი ამოიწურა და გადააბარა მთლიანად ევროკავშირს და ნატოს და მიყიდვის ფუნქციაზე გადავიდა. კაი, იარაღი უკრაინაში მაინც მიდის. და საბოლოო ჯამში უკრაინაში მიდის ევროპული ფინანსების შეძენილი, იმდენი რამდენიც მიდიოდა 2023 წელს პირობითად. მაგრამ ეხლა უფრო ავტორიზაცია აქვს უკრაინას უფრო შორმანძილზე გასროლის და ამასთან იარაღს არ აძლევს რომელსაც მაგ იარაღს ტომაჰავკები არასდროს არ ქონია უკრაინას. ტომაჰავკები აქვს უკრაინას? 3.9 აქვს უკრაინას არასდროს არ ქონია მეთქი მაგას ვიზარდ. ხო და ეხა ხო არა აქვს? ეხლა იქამდე მივა საქმე, რომ აუცილებლად მიიღებს უკრაინა ტომაჰავკებს. ხო, ყოველ შემთხვევაში ჯერ არ აქვს. ყოველ შემთხვევაში ჯერ უკრაინას არ მიუღია არც ერთი ისეთი ტიპის შეიარაღება, რომელიც ბაიდენმა არ მიცა. მიიღო რა? გასაგებია, მაგრამ ბაიდენი რამდენი წლის განმავლობაში 4 წლის განმავლობაში იყო და ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რატო იყო ცუდი მისი კი ბატონო, მიდგომა ასე რომ და რატო დაუშვა რომ გადასულიყო ამ ყველაფერში რაღაც გაუნტესობში და ასე. ერთი წელიც არა გასული და უკვე უკრაინას აქვს მიღებული ავტორიზაცია უფრო შორმანძილზე სროლისთვის, ვიდრე ჰქონდა წინ ადმინისტრაციის დროს. და წვანე აქვს ანთებული ნავთობ ბაზების განადგურებისთვის. ნავთობ ბაზების განადგურებას ისაც უკრაინა თავისი იარაღით აკეთებდა. თუ ამერიკის შეერთებული შტატები არ მიცემს რაიმე შეიარაღებას, რომელიც მანამდე უკრაინას არ ქონდა, ან არ შეუძლია თავის დაწარმოოს. ამ შემთხვევაში რა სხვაობაა? ის სხვაობაა, რომ ნავთობ ბაზებზე უკრაინა შეტევა მიქონდა 2023 ხო, მაგრამ ბაიდენი პირდაპირ კრძალავდა მაგას. 2023 წლიდან შეტევები მიმდინარეობდა ნავთობ ბაზებზე. ხო, ბაიდენი შეიძლება არ მოწონდა, მაგრამ ეს შეტევები მიმდინარეობდა უკრაინული შეიარაღებით, როგორც მიმდინარეობს ახლა. გავიგე, რუსეთის სიღრმეებში ნავთობ ბაზებზე არ ქონდა ავტორიზაცია ბაიდენისგან უკრაინას იმის გამო, რომ ბაიდენის მწვანე პოლიტიკების მეშვეობით ნავთობი ღირდა $110-120. დღეს ამის ნახევარი. შესაბამისად, ბაიდენი ბევრად უფრო შესაბამისად გახდა შესაძლებელი, რომ ადმინისტრაცია მისცეს ავტორიზაცია ნავთობ და დღეს რუსეთში რა ხდება? ხდება ის, რომ რაღაც ტალონები ტყიდიან ამის უკვე. შენ მაგას უკავშირებ, რომ ტრამპმა ახან ავტორიზაცია მიცა, მაგიტომ მოხდა. ეჭვმეპარება თამაში? კი, ანუ ეჭვმეპარება არა. ანუ როგორ შეიძლება პირიქით იყო. თუ ნავთობი ღირს $120 ერთი ბარელი. ეხლა ღირს 60. ანუ წინა პრეზიდენტი ნავთობზე რო საუბრობთ, ანუ აქ საუბარი არის ნავთობ გადამამუშავებელ ენერგია არის ნავთობის ექსპორტიორი და არა ბენზინის ექსპორტიორი.
რუსეთს ეხლა ეს პრობლემაც აქვს, არ აქვს ნავთობის მოპოვების პრობლემა არ შემცირებულა. შემცირდა მისი გადამამუშავებელი რესურსები. რუსეთი ბენზინის დიდი ექსპორტიორი არასდროს არ იყო. შედეგობრივად რა განსხვავება? შედეგობრივად განსხვავება ის არის, რომ ეს შეტევები ხორციელდებოდა მანამდეც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ხორციელდება დღესაც. არ ხორციელდებოდა მანამდე. ანუ ავტორიზაცია რუსეთის სიღრმეებში დარტყმებზე არ ქონდა ბაიდენის ადმინისტრაციისგან და შედეგობრივად კურსკის კონტრიერიშის დროს ერთ მაგალითს მოგიყვება მარტო კურსკის კონტრიერიშის დროს იყო ერთ-ერთი როსტოვში ერთ-ერთი სამთავრობო ბაზა რომელიც მახსოვს 14 დღე იწვოდა. ანუ გასაგებია კურსკის რეგიონს ამბობთ, ხო? ხო, ან კურსკის არა, როსტოვის რეგიონს ვამბობ, რომელიც 300-400 კილომეტრთაა დაშორებული ფრონტის ხაზიდან თუ არ ვშტები 200 კილომეტრით მაგას. ხო, ანუ მაგას გულისხმობ, ეს არის რეალურად სიახლოვე. მაინც. და რაც შეეხება ნავთო ბაზების საკითხს, იმის გამო, რომ მწვანე ენერგიიდან გამომდინარე, ესე იგი ბაიდენის დროს ძალიან ბევრი იღებდა ნავთობი. მას არ ახალისებდა უკრაინის დარტყმებს. ანუ მაგას ვიზახეთ, წეღან შემეწინა ამდენიც მაგითო ვიზახეთ. არ ახალისებდა გამუშავება სხვა არის და გაყიდვა სხვა არის და როგორ არ ახალისებდა, მაგრამ უკრაინა მაინც ახორციელებდა თქო. ანუ თუ არ მოიპოვე ნავთობი, როგორ უნდა გაყიდო? ანუ თუ არ მოიპოვე, მოპოვებაზე არ ურტყავს, ურტყავს გადამამუშავებელ საწარმოებს. ხო, თუ არ გადაამუშავე, როგორ უნდა გაყიდო? ხო და ბენზინს არც არასდროს არ ყიდდა თქო. ყიდის რუსეთი, ნახო რუსეთის საავტომობილო შემოსავლები, ბენზინის გადამუშავებული, უკვე გადამუშავებული ბენზინის წილი იქ მანამდეც იყო მიზერული, კი ეხლა არის მიზერული. კრუდ რასაც ქვია, ხო? ამაგას. თუ გადაამუშავებელ ნავთობზე ბაიდენი შეიძლება არ ახალისებდა და ცუდია რომ არ ახალისებდა. უკრაინა მაინც ახორციელებდა ამ დარტყმებს. თუმცა მაინც ახორციელებდა, მაგრამ შედარებით მცირე ტრამპი არ მიცემს და ტრამპმა რა მიცა, დრონი მიცა ამისთვის თუ რა მიცა. ანუ ტრამპი დრონს ვერ მისცემდა, ეხლა მინდა მაყურებელს ვთქვა, რომ გეტყვით ეხლა უკრაინის დრონების წარმოება ლამის პირველია მსოფლიოში. შეიძლება გააზრდოს. ეს გასაგებია, მაგრამ მე საუბრობ ტრამპმა გააძლიერა უკრაინის თავდაცვის უნარიანობა. უკრაინის თავდაცვის უნარიანობა გააძლიერა ერთის მხრივ, რომ ევროპელებს ფული ჩაასხლებინა თავდაცვაში და ამით ყიდულობს. და მეორეს მხრივ აძლევს იარაღს ევროპას, რომელიც მიდის მერე უკრაინაში. ეს ბაიდენზე უკეთესი რითი არის ეს მაინტერესებს, რომელიც თავის შეიარაღებასაც აძლევდა და ევროპელებიც აძლევდნენ. ქონდა ეს სიტუაცია. ხო, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაცია ყოველთვის ჭურვების შიმშილზე იყო საუბარი. დღეს აღარ არის ჭურვების შიმშილზე საუბარი. რატო აღარ არის? ამერიკა აძლევს ჩუმად და არ გეუბნება ტრამპი თუ არა, იმიტომ აღარ არის რომ ყიდულობენ ამ ჭურვებს და მიდის უკრაინაში. გასაგებია, კი ბატონო, 500 ანუ იყო სიტუაცია, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია და გაიტანა ეს კონგრესში ეს საფლემენტი თუ რაც ერქვა ამ ამას და აძლევდა თავისი ბიუჯეტიდან თავის შეიარაღებას ამერიკის უკრაინას. და გარდა ამისა ევროპელებიც ეხმარებოდნენ. ხო სწორი ვარ. ხო ისე არ ეხმარებოდნენ. ნახევარზე იყო რიცხვს თუ ნახო. ტრამპის 350 მილიარდი რო გამოგონილოს ხო მაგაზე არ ვიდაო. კი ბატონო, სადღაც 110 მილიარდია ყველაზე ნორმალური დათვლობით, ხო სწორი ვარ? დაახლოებით 100 მილიარდი გამოდის ევროპის წილით ამ ყველაფერში. ანუ დაახლოებით ნახევარზე იყო განაწილებული უკრაინის დახმარების ტვირთი ევროპასა და ამერიკას შორის. მოვიდა დონალდ ტრამპი, რომელმაც შიდა მიზეზებიდან გამომდინარე და ახლა მაგაში არ შევალ, საჭირო იყო თუ არ იყო თუ ასე შემდეგ. უბრალოდ უკრაინის საკითხზე თუ დავუბრუნდებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას თავის შეიარაღებით უსასყიდლოდ აღარ დაეხმარება, ან თქვათ გრძელვადიანი კრედიტით და მთელი ეს ტვირთი გადააბარა ნატოს. როგორ შეიძლება რომ მანამდე როცა ტვირთი ნახევარ იყო განაწილებული და ეხლა ერთი მოთამაშე ამოვარდა, მოთამაშე რომელსაც მინიმუმ 50% ამ ტვირთს 50% წევდა. როგორ შეიძლება რომ ამას გაეზარდა უკრაინის თავდაცვის უნარიანობა. ის რომ ფრონტი შეშერებულია, ეს ახლა შეიძლება სხვა რამეებს უკავშირდებოდეს და არა მაინდამაინც იმას რომ ტრამპმა რაღაცა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც ფრონტზე გავლენა მოახდინა. საბოლოო ჯამში რუსეთის ჩამოშლა და უკრაინის გამარჯვება დამოკიდებულია ენერგორესურსებზე. ანუ რუსეთი შეძლებს თუ არა ენერგორესურსების გაყიდვას და ამ მიმართულებით რაც ტრამპმა გააკეთა ინდოეთთან მიმართებით, რომელსაც დაალაგებული ქონდა ინდოეთთან ურთიერთობა და ჩინეთის წინააღმდეგ გამოყენება უნდოდა და მათ შორის რუსეთთან გამოყენებაც უნდოდა, ხო? ისეთი ნაბიჯი გადადგა ამერიკამ ინდოეთის მიმართ ტრამპის პერიოდში, რომ ამერიკის და უკრაინის საერთო ინტერესთან გამომდინარე
აირია ურთიერთობა ინდოეთთან. დაადო ეს ტარიფი იმის გამო, რომ ნავთობის ყიდვა შეაჩეროს რუსეთისგან. მე დავებდი იმაზე, რომ მაინდა-მაინც უკრაინის გამო მოხდა და არა იმის გამო, რომ ინდოეთი ძალიან პროტექციონისტული ქვეყანაა და ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან დიდი ხანია ცდილობს რაღაც მესამე მიზეზებს ნახავთ, შეიძლება, მაგრამ რატო ანუ ეს ყოველთვის იყო გაცხადებული, რომ ინდოეთი არის ძალიან პროტექციონისტული ქვეყანა, დახურული იმპორტისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვერ შეაღწია ვერასდროს და ტრამპი ამ საკითხსაც ანუ აქ განჯით არ ვამბობ ამას. უბრალოდ ვამბობ, რომ ესეც იყო დამატებითი ფაქტორი და ჩინეთისთვისაც დაეწესებინა, ჩინეთს რატო არ დაუწესა? დამატებითი სანქციები, დამატებითი ტარიფები. ჩინეთს მაგასთან დაკავშირებით ისეთი პოზიცია აქვს, რომ მილიარდიანი ტარიფი და ინვესტიციებზე მაინც აზრი არ ექნება. იმდენად დაპირისპირებულია ჩინეთს და ამერიკის მდგომარეობა, გასაგებია, მაგრამ მაშინ რატო კავშირი ყავდა ინდოეთი და გადაიმტერა ინდოეთი აი ამ კონფლიქტიდან გამომდინარე. ფაქტში გეთანხმებით, რომ ურთიერთობები გაფუჭდა. მაგაში გეთანხმებით, რომ ურთიერთობები შეიძლება შედეგობრივად. მე მგონია, რომ სხვა მიზეზებით იყო განპირობებული, ვიდრე იმ მიზეზებით, რასაც თქვენ ამბობთ, რომ უკრაინის დახმარების ინტერესი იყო. და უკრაინის დახმარების ინტერესი რო ქონოდა, ლოგიკური იქნებოდა, რომ ჩინეთისთვისაც დაეწესებინა ეს ტარიფები, ხო? იმიტომ რომ ჩინეთი და ინდოეთი დაახლოებით ერთი და იგივე რაოდი მოცულობით ყიდულობენ რუსულ ნავთობს. მეორე მხრივ, ევროპელებთან მიდის იმაზე კომუნიკაცია, რომ რაღაცნაირად ინდოეთთან ნავთობის შეწყიდვა შეჩერდეს. იმისთვის რომ რატო? იმიტომ რომ რუსეთს ამ ენერგორესურსებით მიღებული შემოსავლის ნახევარი გამოაკლდეს. ამას ტრამპი აკეთებს არა მარტო და რაღაცა თავისი აკეთებს სენატთან ერთად. და ეს არის დეკლარირებული. სენატში 4 კანონპროექტი არის ახლა გაჩერებული, რომელიც ელოდება ტრამპის ადმინისტრაციის მწვანე შუქს. ერთი არის ლინციგრემის კანონპროექტი 500%-იანი ტარიფების შესახებ, მეორე კანონპროექტი არის რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფო ტერორიზმის სახელმწიფო აღიარების შესახებ. პირველი კანონპროექტია, რომელსაც სახელმწიფო ის აქვს, რომ ჯერჯერობით ჩვენ თქვი, რომ ტრამპმა განაცხადაო და გვაჩვენაო, რომ უკრაინას დაიცავსო და აი ეს 4 კანონპროექტი, რომელიც გაჩერებულია და რომელსაც სენატი არ იღებს იმის გამო, რომ სენატი ელოდება თეთრი სახლისგან მწვანე შუქს, მეტყველებს საპირისპიროზე. საპირისპიროზე როგორ მეტყველებს ახლა ერთი მხრივ როცა ევროპისთვის არის საუბარი იმაზე, რომ ევროპას ამერიკამ არ უნდა მიანებოს თავი და ბოლომდე დაიცვას, მეორე მხრივ რა გამოვა თუ ინდოეთს ბოლომდე დაატარიფებს და ევროპას არ ექნება ნაპოვნი ალტერნატიული ენერგიის საშუალებები, ევროპას გაუზრდება ნავთობი ესე უცბად ძალიან. ჩემი ხედვით ამას ისევ ხედავ, რომ ადმინისტრაციის ამოცანა არის, რომ რაღაცნაირად ევროპამ დროზე ჩაანაცვლოს ეს ნავთობი, რომ უკავშირებს არ შეექმნას კრიზისი, ენერგოკრიზისი. რამდენიმე თვეა ამაზე მუშაობს ადმინისტრაცია. ამის ორდერ შეკეთება რომ შეიძლებოდეს. ანუ კიდე რამდენი ორი კვირა უნდა გავიდეს ტრამპის თქმით, რომ სანქციები გამკაცდეს. არა, გავიგეთ, ორი კვირა ჩვენ მაგაზე ვილაპარაკეთ, რომ ბევრ შეცდომას უშვებს, ხო? გადადება. ხო, არა, ანუ მე ბაიდენის ადმინისტრაციის ადვოკატად ვერ გამოვდგები ნახდათ ვერანაირად. მაგრამ ჩემი ხედვა რა არის? ანუ ტრამპი მზად იყო, რომ რუსეთის შესთავაზე კიდევაც ჩემი აზრით ძალიან მომგებიანი, კარგი შეთანხმება უკრაინას. ეს ჩანდა მათ შორის ალიასკამდეც, ალიასკაზე ხო ეს გამტკიცდა და გამტკიცდა. ეხლა ის რომ უკრაინა არ დანებდა და ის რომ ეს შეთანხმება ვერ შედგა, არის ორი რამის ფაქტორი, რომ უკრაინელები შეიძლება დაყოფილიყო ამ შეთანხმებაში. შეთანხმებაში რაც იყო, ყირიმის აღიარება თუ ყირიმის აღიარება, ნუ ეს თქვათ, რომ ისეას არ არის თქვათ რაღაცა ესეთი, რასაც ტრამპი ოდესმე მალავდა და ამ თვალსაზრისით მოულოდნელი არ ყოფილა 2016 და პირველ ვადაშიც თუ გაიხსენებთ მის განცხადებებს, ყოველთვის ხას უსვამდა, რომ ყირიმში ბევრი ყველა რუსულად ლაპარაკობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყირიმზე ხას უსვამდა, რომ ობამას არ უნდა დაეთმო. ნატოში არ გაწევრიანების საკითხი დათმო თუ არა ტრამპის ადმინისტრაციამ, სანამ მოლაპარაკებები დაიწყებოდა რუსეთთან. პიტ ჰექსეტის განცხადება რამშტაინზე თებერვალში გაიხსნა. მაგაში გეთანხმებით, რომ მან დააშკარებდა იყო რაღაც წინსწრები ფაქტორები. რასაც მე რუკის ახალწეული შეცდომა უწოდეს სენატორებმა. მაგის გარდა ნატოში არ გაწევრიანება. მაგის გარდა, ანუ ერთადერთი პოზიტიური ცვლილება, რაც რეალურად ჩვენ ნახეთ ტრამპის მიდგომაში, ხო, ანუ ეს იყო ის, რომ მზად არის მიიღოს მონაწილეობა უსაფრთხოების გარანტიებში, ეგრეთ წოდებულ ბექსტოპი მიცეს აი ევროპულ ძალებს, რომლის განლაგებას განიხილება უკრაინაში ცეცხლსაწყვეტის შემდეგ. მაგრამ ამ ნაწილში, ანუ რატომაც ეს ძალიან ცუდი შეთანხმება ვერ შედგა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. ეს იყო განპირობებული ვლადიმერ პუტინის მაქსიმალისტური მოთხოვნებით. თქვენაც ამბობთ, არა ეს მარტო პუტინის ბრალია ის რომ კატასტროფის ნახევას არ მოაწერა ხელი ტრამპის ადმინისტრაციამ. რაც ახლა ჩემი აზრით აბსურდი არის, იმიტომ რომ ვინც არ უნდა იყოს ამერიკის პრეზიდენტი, ხო? სულ
შეშლილი იყოს იქ მარტო მისი ფაქტორი ხო არ არის. იქ არის ძალიან ბევრი ფაქტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ფაქტორი, სენატის ფაქტორი, რაც თქვენ ახსენეთ, ათწლეულების გამოცდილების მქონე და ეხლა ესე რაღაცა სრულ მორღვევას ამერიკა ხელს არ მოვაწეს. შენი აზრით ტრამპს უფრო მეტად უნდა გამარჯვება უკრაინის თუ ომის დასრულება? თუ მოხდა ისე, რომ ისეთი ზავი დაიდო, რომელიც თეთრი ჩავზე აჩვენებს უკრაინის მარცხს, ტრამპი წააგებს midterms მომდევნო წელს. თქვენს რატო ლაპარაკობს JD Vance უკვე ბოლო პერიოდის განმავლობაში იმაზე, რომ ტომაჰავკების გადაცემა პრეზიდენტის პრეროგატივაა და ისე იქით მიყავს საქმე, რომ უნდა გადაეცეს ეს ტომაჰავკი, რატო ლაპარაკობს? მე ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ეს მოხდება. იმიტომ ლაპარაკობს. მოგწერ რომ იმიტომ ლაპარაკობს ამას, რომ არ შეიძლება ამერიკამ ისეთი ნაბიჯი გადადგას ამ კონფლიქტში, რაც მის საგარეო იმიჯს და მშვიდობის ყოფილის იმიჯს და რაღაც წესების შემქმნელის იმიჯს ხას გადაუსავს, თორე თუ ეს ვერ გააკეთა ტრამპმა და ადმინისტრაციამ, მაშინ ობამასთან და ბაიდენთან რა პრობლემა აქვს? თუ კაპიტულაცია გამოაცხადა უკრაინაში და რაღაცა ავღანეთის მაგვარი რაღაც გააკეთა უკრაინაში, მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციას არ პრობლემა. მე მაგაში გეთანხმები, რომ დონალდ ტრამპის თავარი თქვათ რაღაცა რაც უკრაინასთან მას აკავშირებს და რაც რის გამოც არ უნდა უკრაინის მარცხი, ეს არის რომ დაინახა რომ 2021 წელს ავღანეთიდან გასვლის შემდეგ ბაიდენის რეიტინგი რო ჩამოვარდა და იმის შემდეგ არაწეულად. აი ეს ამას კი აკეთებს, მაგრამ იმიტომ კი არ აკეთებს, რომ უკრაინა აინტერესებს, აი ინდოეთი უფრო აინტერესებს. იმიტომ კი არ აკეთებს, რომ უკრაინა აღელოს, არამედ წააგებს. არ არის ეგრე, თქვენ თვითონ რა თქვით, რომ წააგებს, ანუ რეიტინგის გამო ეხმარება. ეს ფაქტორია და ამიტომ მეც გეუბნებით, რომ ინდოეთში უნდა ბაზრის გახსნა. დიდი ხანია იმის თქმა, რომ დონალდ ტრამპმა აჩვენა, რომ ის უკრაინას დაიცავს, მე არ მგონია, რომ ეს ესეა. ანუ ის რომ ტრამპი ამ გზაზე დგას, ამას შეიძლება დაგეთანხმოთ. მაგრამ მე არ მგონია, რომ უკვე ეს გადაწყვეტილება მიღებულია. გასაგებია, საბოლოო ჯამში უკრაინის უსაფრთხოება არის ევროპის უსაფრთხოების გაგრძელება. თქვენც რა მნიშვნელობა აქვს უკრაინა იმ იარაღს, რაც მას ჭირდება რუსეთის გასამკლავებლად, ვისგან იქნება გადახდილი ამერიკის ბიუჯეტიდან თუ ჩემთვის ის მნიშვნელობა აქვს, რომ ამერიკას და ევროპას ერთად უფრო მეტი შეუძლია რომ გააკეთოს, ვიდრე მარტო ევროპას. თუ ამერიკის მიწოდებული იარაღი და სადაზვერვო ინფორმაცია და შორმანძილზე სროლის უფლება ამ ადმინისტრაციის პირობებში შენარჩუნდება და მწვანე ექნება ანთებული უკრაინას, ეს უფრო ეფექტიანს არ გახდის უკრაინის შეტევებს რუსეთზე? მე მაგას რო ხვდები, ანუ როგორ შეიძლება რომ უფრო ეფექტიანი იყოს ეს მიდგომა, როცა მარტო ევროპა იხდის, ევროპა უნდა აწიოს მარტო ეს ტვირთი. ვიდრე მაშინ, როდესაც ორი მოთამაშე იყო და ამ ტვირთს იზიარებდა. უკრაინის გაძლიერებისთვის დადებითი იყო ენერგოსაკითხები და უკრაინის მხრიდან რუსულ ენერგორესურსებზე იერიშს მიტანის ეხლა რაც მიმდინარეობს და ეს ამან დაასუსტა უკვე რუსეთი. შეამცირა მისი მოგება ნავთობისგან, რუსეთს მოუწია რაღაც საგადასახადო ტვირთების გაზრდა და რაც მთავარია, რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე, რაც წარმოუდგენელი იყო ჩემთვის სანამ არ კარგად არ მოუძებნე, არის შეზღუდვები ნავთობის გაყიდვასთან დაკავშირებით. რაც იმას ნიშნავს, რომ რაზეც დგას რუსეთი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ის თუ რამდენს იხდიდა 50 მილიარდს თუ 100 მილიარდს ბაიდენის ადმინისტრაცია სრულ 3 წელიწადში რაც მოხდა, ხო? წინ ადმინისტრაციის პირობებში, ეხლა შეიძლება გადაიხადოს ევროპამ და იხდის ევროპა და საბოლოო ჯამში ამერიკა მას მიაწვდის ეფექტურ იარაღს და მე რასაც ხედავ, რუსეთი როდის უფრო სუსტდებოდა დღეს თუ მაშინ, ცალსახაა რომ რუსეთს დღეს უფრო მეტი პრობლემები ექმნება, მათ შორის ნავთობის გაყიდვასთან დაკავშირებით და ფინანსებთან დაკავშირებით, ვიდრე ექნებოდა ადრე. და მე დარწმუნებული ვარ და ლოგიკას აქეთ მივყავარ, სხვა შორის წინაზე დებატები მქონდა ამ თემასთან დაკავშირებით და ვიზახდი რომ აუცილებლად გამოსწორდებოდა ეს მდგომარეობა, რაც წინაზე იყო, გავიდა რამდენიმე თვე და დღეს უკვე JD Vance-იც კი იძახის, რომ ტომაჰავკები უნდა მიეწოდოს უკრაინას და დღეს უკვე დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში და თუ კიდე მოგვიწევს კამათი, უკვე ლოგიკას იქით მივყავართ, რომ ეს ეფექტური იარაღი მისული იქნება უკრაინამდე. საქართველოს საუბრობთ მოდი, ანუ ძალიან საინტერესო დისკუსია იყო და საერთოდ არ ჩავრეულ ვარ, ძალიან ბევრი საინტერესო რომ გავიგე მეც. საქართველოს ერთი კითხვა მქონდა, თქვენი აზრით, ტრამპის ადმინისტრაციის ქმედების ბოლო პერიოდში როგორი გავლენა აქვს საქართველოში
ამერიკის სანდოობის აღქმაზე. ხალხს როგორი დამოკიდებულება აქვს, ანუ ამერიკა როგორც მყარი და სანდო პარტნიორი, რომელიც უკრაინას ეხმარება თუ პირიქით, ანუ რამე თუ შეიცვალა ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლიდან მაგ მხრივ. იმის გამო რომ ტრადიციული მედია ტრამპის კატეგორიული მოწინააღმდეგეა საზოგადოებრივი აზრის კუთხით შეერთებულ შტატებში და მათ შორის საქართველოს მინდა გითხრათ, იქნება წარმოუდგენელი რომ თითქოს ეხა დავიქეცით ამან რომ გაიმარჯვა და მე მახსოვს ეს ძალიან კარგად რომ როცა შარშან აქციები მიმდინარეობდა ქუჩაში და ტრამპმა გაიმარჯვა, ხალხმა რაღაცა ამის გული დაიხო და სახლებში წავიდა. ერთი პერიოდი იყო ეგეთი. ნუ მე საბედნიეროდ ეს კალაპოს ჩარჯდა ყველაფერი. მაგალითად ობამას ძალიან დაყენებული საუბარი ჰქონდა. და აჩენდა რაღაც იმედს, რომ აი ამერიკის პრეზიდენტი სოლიდურია და ტრამპმა ეს როყი ოლაპარაკი და ეს რას ლაპარაკობს, ხო? შეიძლება ესე განმარტოს ბევრი. თუმცა რიტორიკა ხო არ არის მარტო ფაქტორი, აი მაგალითად ზელენსკისთან შეხვედრა და ხო, ზელენსკისთან შეხვედრა კატასტროფა იყო აბსოლუტური. ეს იყო აბსოლუტური კატასტროფა ზელენსკისთან შეხვედრა, ეხა მაგაზე ორი აზრი არ არის. მეც ხა თავში ხელებს ვიშენდი, როცა შეხვედრა მიმდინარეობდა. და ანუ გასაგებია, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენი პრობლემა ის არის, რომ რატომღაც ქართულ პუბლიკას ინფორმაცია მეწოდება მხოლოდ ერთი მხრიდან. ანუ მხოლოდ ის ინფორმაცია მეწოდება, რომ სხვაშორის მე რეალ პოლიტიკის ძალიან მადლიერი ვარ, იმიტომ რომ საკმაოდ დაბალანსებული ინფორმაციას იძლევა ხოლმე ამ მიმართულებითაც. რომ მაგალითად თუ რაღაც არხები ჩვენ მათ შორის საქართველოში ანუ ოღონდ რაღაც სისულელე თქვა ტრამპმა რომ გამოიტანონ და გვაჩვენონ რომ აი ეს ესეთია. მეორეს ხე როცა რაღაც სერიოზულ სიტყვის ნიშნავს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხო? ეს უფრო ნაკლებად ტრიალებს ხოლმე მედიაში. ეს მე არ მომწონს, რაც საბოლოო ჯამში ახდენს საზოგადოებრივ აზრზე უფრო მეტად ნეგატიურ გავლენას. ვიდრე იმსახურებს ტრამპის პოლიტიკას. აბსოლუტურად. თქვენ რას ფიქრობთ? ხო, ანუ მეც გონია რომ რეალურად არსებობს რაღაც ესეთი არაჯანსაღი დემონიზაციის ტენდენცია რა გარკვეულ წრეებში, არ ვარ დარწმუნებული რომ თქვა ტელევიზიებში, ქართულ ტელევიზიებში ესე იყოს, მე მგონია რომ მანდაც არის ესეთი თქვა რაღაცა ტრამპის მიმართ სიმპათიით განწყობილი ხალხი ან იმედით განწყობილი ხალხი, ხო, ან ყოველ შემთხვევაში არ არის ჩახშული ეს ასეთი აზრის მქონე ადამიანები. მეორე თვალსაზრისით ხო ახლა რაღაცა თქვა ეს აღქმები დამოკიდებულია მართლა იმაზე, რომ საინფორმაციო ნაკადში არის ადამიანი. ის რო ახლა თქვა ტრამპი თავისი ქცევიდან გამომდინარე, რაც გიორგი მახსენა, ზოგადად უფრო ესეთ არაკონვენციურ პოლიტიკოსად მიიჩნევა და მაგ თვალსაზრისით ამგონია, რომ მაინდა-მაინც თქვა რაღაც ყველაზე საიმედო ადამიანად მიაჩნდეს. ანუ ამერიკის იმიჯსაც ხო არ აზიანებს ეგეც არის კითხვა. ტრამპი თვითონ არის ადამიანი, რომელიც თავის ყველაზე დიდ უპირატესობად და თქვა რაღაც აქტივად საერთაშორისო პოლიტიკის კუთხით მიიჩნევს თავის არაპროგნოზირებადობას, ხო, იგივე თქვა ნიქსონთან მიმართებით არის ამ რაღაცა მედმენ თეორიის მიმდევარი, ხო, რომ რაც უფრო თქვა ნაკლებად შეიძლება ჩვენს ოპონენტებს შენი პროგნოზირება, მით უფრო მომგებიანი არის შენთვის. ანუ აქედან გამომდინარე, გასაგებია ჩვენთვის ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს ახსნელი ის, რომ თქვა ტრამპთან დაკავშირებით ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულებები გქონდეთ საქართველოში, მაგრამ მე არ მესმის თქვათ მაინდა-მაინც ეს როცა ტრამპს ესე იგი თავგამოდებით იმაშვებიან და სამყაროს სტრად ხსახავენ და არ მიმაჩნია რომ ტრამპი რაღაცა ყველაზე უფრო ესეთი ზიანის მომტანი პრეზიდენტია თუნდაც ამერიკის მგონია რომ ტრადიციული ესეთი შესაძლოა ამოვარდნილი თქვათ რაღაცა ბევრი იმიდა, მაგრამ დღის ბოლოს მაინც ეს არის ამერიკული მოვლენა, ეს არის ამერიკელი პრეზიდენტი. ჩემი აზრით აქ უფრო მეტად არის ის რომ ტრამპის ირგვლივ და მათ შორის თვითონ ტრამპი შესაძლოა მათ მიაჩნიათ რომ აი ეს პროექტი რასაც ქვია ამერიკული რესპუბლიკა აი ამ რესპუბლიკამ სადღაც გადაუხვია სწორი გზიდან. ისინი იმედგაცრუებულები არიან თქვათ აი ამ პროექტის ტრაექტორიით და ეს იწვევს მათ შორის თქვათ რაღაცა საგარეო პოლიტიკაში თავის გამოძახილი ამ ყველაფერს აქვს. თუმცა თავარი ცვლილეები, რაც ტრამპს უკავშირდება, ჩემი აზრით, არის ეს შიდა ცვლილეები, ხო, როდესაც ეს პრაქტიკულად ტესტავს აი ამ საპრეზიდენტო ძალაუფლების ლიმიტებს. და ბევრი თვალსაზრისით ხდება. ერთი მოკლე კითხვა მექნება კიდე და ალბათ უნდა დავასრულოთ. ხშირად აქვთ ეგეთი შეფასება, რომ აი აზიაზე ვექტორის გადატანა
განსაკუთრებით რეალისტ თეორეტიკოსებს აქვთ ეგეთი შეფასება, რომ აზიაზე ვექტორის გადატანა არის გარდაუვალი რაღაც, რაც ხდება ამერიკის ეროვნული ინტერესებიდან და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და დემოკრატი პრეზიდენტი იქნება თუ რესპუბლიკელი პრეზიდენტი იქნება, მაინც ყველას მოუწევს ამის გაკეთება და მათ შორის ტრამპსაც თუ დემოკრატი პრეზიდენტი ჩაანაცვლებს, მოუწევს რომ ამ ცოტათი გაკაფულ გზას გაყვეს და კიდევ უფრო გაკაფოს და ამაზე რას ფიქრობთ, ანუ ეს მოცემულობა, რომელსაც ვერსად ვერავინ ვერ წაუვადა ტრამპის არჩევანი ნაკლებად არის თუ მისი მათ შორის პერსონალური გემოვნების ან არ ვიცი პოლიტიკური ხედვების არა, მე მგონია რომ ეს გრძელვადიანი გეოპოლიტიკური მოცემულობა, რომელთან ანგარიშის გაწევა მოუწევს ნებისმიერ ამერიკელ პრეზიდენტს და ერთხელ ხო 2008 წელს ობამას დროს დაიწყო ეს pivot to Asia, რასაც ქვია, ხო, აი ამ აზიაზე ყურადღების გადატანა და სრულიად სამართლიანად, ხო, ანუ ჩინეთი არის რეალურად ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელსაც თავისი ვთქვათ რაღაცა ადამიანური რესურსით, ეკონომიკური რესურსით, გეოგრაფიული წარმოების და ასე შემდეგ ყველანაირი რესურსით შეუძლია ამერიკასთან გრძელვადიანი გეოპოლიტიკური კონკურირება რუსეთისგან განსხვავებით, ხო, რომელსაც უბრალოდ არ ეყოფა ამის რესურსი და მაქსიმუმ აი ამ გეოპოლიტიკურ დაფაზე იყოს ჩინეთის უმცროსი პარტნიორი. მეორე საკითხია რომ ვთქვათ მე რაშიც მგონია რომ იზოლაციონისტები და ვთქვათ ეს რესტრეინერების არგუმენტაციის პრობლემა რაც არის ის რომ ვთქვათ მაშინ როცა შენ ფეხს იმის გამო რომ აზიიდან ჩინეთთან მომავალი საფრთხე დააბალანსო და ამას დაუპირისპირდე ამის გამო თუ შემზად ხარ რომ ვთქვათ ევროპა მიატოვო და სხვა რეგიონებიდან ფეხი ამოიკვეთო და ვთქვათ უკრაინის დაცვაზე ვარი თქვა ეს არ დაგეხმარება ჩინეთის შეკავებაში რეალურად და მგონია რომ ამ ნაწილში თან სიმართლე რომ გითხრა ისიც მგონია რომ არ ვიცი რამდენად ბევრს დაზოგავს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ინდუსტრიული მანქანა იმით თუ ევროპიდან ყველა ძალას გადაიყვანს აზიაზე, ხო, ანუ იქ ცოტა სხვა მასშტაბი. ეს პერსპექტივა რამდენად რეალისტურად გესახებათ, რომ ნუ ნებისმიერ შემთხვევაში გრძელვადიანი ტენდენცია, რასაც უყურებთ, არის ის, რომ ძირითადი მთავარი გეოპოლიტიკური თეატრი იქნება წყნარი ოკეანის და ინდო-პასიფიკის რაც ეძახიან, ხო? ანუ ეს რეგიონი, აქ არის თქვათ ყველაზე მზარდი ეკონომიკები, აქ არის ყველაზე დიდი ბაზრები, აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები და ცხადია, ამერიკის შეერთებული შტატები ეს მთავარი ფოკუსი სამართლიანად იქნება სწორედ აქ. ჩვენ საზოგადოების აქ აი მაგის პრობლემა ძალიან დიდია ის რომ ჩვენ დღემდე გონია რომ რუსეთი არის ამერიკისთვის მთავარი მოწინააღმდეგე ესე ვთქვათ და თან ახლა ცივი ომის პრაქტიკაც ამის პრინციპის წინაპირობა არის. სიამოვნებაში დღეს რუსეთის ეკონომიკა არის ჩინეთის ეკონომიკის მეათედი და გასაგებია რომ ვთქვათ ყველაფრის ეკონომიკით გაზომვა არ შეიძლება, მაგრამ საბოლოო ჯამში როცა თუ ომზე მიდგა საქმე და დაპირისპირებაზე, იმ ჭურვების რა ქვია ხარჯები და ყველაფერი მაინც ფულზე მიდის, ხო? ამიტომ რუსეთს ამის საშუალება რეალურად არ აქვს და სამაგიეროდ ამის საშუალება აქვს ჩინეთს. იმის გამო არის ჩინეთის საკითხი გამძაფრებული ამერიკისთვის, რომ ჩინეთმა გამოავლინა ბუნება, რომელსაც შეუძლია დაეუფლოს მის მეზობლებს. ელბრიჯ კოლბი ამბობს სხვათა შორის ამას, რომ თუ ჩინეთი ცალკე აღებული იქნება ჩვენი მოწინააღმდეგე, ის ვერ გაგვიწევს წინააღმდეგობას. მაგრამ ჩვენ ხედავთ საფრთხეს იმისას, რომ ჩინეთმა მიერთოს მისი მეზობელი აზიური ეკონომიკები და აი მერე უკვე ჩვენ წინ ვეღარ აღუდგებით ჩინურ საფრთხეს და ისე გამოვა რომ შეიძლება ჩვენს პირადად ამერიკელების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და თავისუფლების ხარისხს შეეხოს. ასე რომ რა თქმა უნდა, სანამ ჩინეთი აგრძელებს ესეთ განვითარებას, როგორც ახლა არის, მე პირადად ვეღარ წარმომიდგენია, რომ ეს ვექტორი ისე ევროპაში დაბრუნდეს. სწორედ ამიტომ არის, რასაც ჩვენ ხან ვიკამათეთ, რომ რაღაცნაირად ამერიკა ცდილობს, რომ მათ შორის უკრაინის სადაცვო საკითხები გადაიტანოს ეროვის მიმართულებით. მაგრამ ამ შემთხვევაში დავესახმები აკას, რომ თლად ეგრეც არ გამოვა, რომ თრეიანად გავიდეს შეერთებული შტატები ევროპიდან, ეს მისი უსაფრთხოების წინაპირობა ვერ იქნება. ანუ რაღაც დონეზე მან შეძლოს რეგულირება ევროპაში მიმდინარე პროცესებისაც. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი შევავსეთ დებატების დანაკლისი პირველ ნაწილში, მეორე ნაწილში და აშკარად. ანუ მე შემიძლია ვთქვა, რომ მე მოხარული ვიქნები თუ გიორგი უფრო მართალი აღმოჩნდება ამ შემთხვევაში, ნახდათ არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ურჭირს, რომ თქვას, რომ
რამეში ცდებოდა თუ ესე იყო. მე უბრალოდ გონია რომ საკმარისად დიდი დრო გავიდა უკვე ტრამპის ადმინისტრაციისთან და ანუ ჩემი მოლოდინი იყო რომ მართლაც თქვა ეს რაღაცა რეიგანისტული მაქსიმა რომ ეს peace triangle რასაც ქვია ხო ეს მშვიდობა ძალის გავლით ეს ამოქმედდებოდა აქამდე ჩვენ ეს ვერ ვნახეთ ყოველ შემთხვევაში იმ მასშტაბით რა მასშტაბითაც საჭირო იქნებოდა თქვა ისეთ რთული კონფლიქტის გადასაწყვეტათან სწორი მიმართულებით გადასატეხად რაც უკრაინის ომი არის. აქედან გამომდინარე, მგონია რომ ამ ნაწილში თქვათ არის ბევრი რამ, რისი გაუმჯობესებას ტრამპის ადმინისტრაცია შეუძლია და მგონია რომ გიორგიც დამეთანხმება ბევრ რამეში. ეს ახლა იმას არ ნიშნავს, რომ თქვათ იგივე წინა ადმინისტრაცია ბევრად უკეთესი იყო, ან უკეთესი იყო საერთოდ თავის მიდგომებში ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ბევრი დრო დაიკარგა, ამ თვალსაზრისით ტრამპის ადმინისტრაციას არ ხვდა კარგი მემკვიდრეობა წილად. ანუ თუ კი შეიძლებოდა უკრაინის ომში გადატეხვის შეტანა, ეს შეიძლებოდა მანამდე სანამ თქვათ ეს ჩამოყალიბდებოდა ესეთ ძიმე პოზიციურ გამოფიტვის ომად. ეხლა ვარ სიტუაციაში, როდესაც არც ერთ არმიას უბრალოდ ფიზიკური რესურსი არ აქვს იმის, რომ დიდი გარდატეხა შეიტანოს ფრონტზე და აქედან გამომდინარე ტრამპის არეალიც თქვათ რაღაც რისი გაკეთებაც მას შეუძლია არის შეზღუდული, თუმცა მე არ გონია რომ ის მაქსიმუმს აკეთებდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. სხვა მხრივ, რა ვიცი, გამიხარდება თუ ამ ომსაც დაასრულებს და ასევე მხარს დაუჭერ ჩემი ერთი ხმით, რომ მიცენ ნობელის მშვიდობის პრემია, რომელიც მას ასე ძალიან სურს. მადლობა. ხო, მე ხაზს გავასწავლე უბრალოდ რამდენჯერმე შემჩნეულ ესე ვთქვათ, ამოკრებელ სიტყვებს დებატების დროს, გულისხმობ იმას, რომ ვთქვათ, ამერიკა უფრო მეტად ფეხის სამკვეთაზეა გადასული სხვადასხვა რეგიონიდან სრულიად საპირისპირო ხდება რეალურად ჩემი აზრით ის რომ ჩვენ რეგიონში კავკასიაში რომელიც საერთოდ ხსენება არ იყო კაცმა რო თქვას ცოტა ხნის წინ ამდენად მნიშვნელოვან პროექტს იწყებს ჩემთვის არის იმის წინაპირობა რომ არათუ გასვლა რეგიონებიდან არამედ ამერიკას სურს მისი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების ჩანაცვლება, გაძევება და ჩანაცვლება. ირანზე მიტანილი თავდასხმა არის ამის კარგი წინაპირობა. რომ აღარაფერი თქვას, დასავლეთ ნახევარსფეროზე საუბარი მაქვს ლათინურ ამერიკაზე, სადაც იგივე ვენესუელასთან მიმართებით ჩვენ არ ვიცით კიდევ უახლოეს თვეებში რა ნაბიჯებს გადადგავს შეერთებული შტატები. ჩემი აზრით, ამერიკა დღეს აწარმოებს საკმაოდ აქტიურ საგარეო პოლიტიკას. რა თქმა უნდა, საკმაოდ ისეთი არის რაღაც შეცდომები მათი მხრიდან, თუმცა მე მგონია, რომ იმ ერთის მხრივ მემკვიდრეობიდან გამომდინარეც, რაც ოპონენტმა ახსენა და მეორე მხრივ ძალიან ბევრი გამოწვევიდან გამომდინარეც, რაც სოფლიოში დღეის მდგომარეობით დგას, ისინი მეტნაკლებად უძღვებიან ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ უფრო მეტად გაძღოლდა ენერგორესურსებიდან გამომდინარე საბოლოო ჯამში და მომავალში იმედი მაქვს ტომაჰავკების მიწოდებიდან გამომდინარეც. მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში მიიყვანს რუსეთს იმ მდგომარეობამდე, რომ უკრაინა ამ ომიდან არ გამოვა დამარცხებული, გამოვა მომგებიან ვითარებაში, ესე რომ ვთქვათ. იმედიან ნოტაზე დავასრულოთ. ხო, არა, ყოველთვის ვიტყოდი, რომ იმედი გვაქვს, რომ ჩერჩილის ცნობილი ფრაზა იმის შესახებ, რომ ამერიკელები ყველაფერს გააკეთებენ, ყველაფერს დიან და მას შემდეგ რაც დარწმუნდებიან, რომ ამ ყველაფერმა არ იმუშავა, საბოლოოდ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. იმედი მაქვს, რომ ესე იქნება ტრამპის ადმინისტრაციის შემთხვევაშიც, ბევრ სხვა საკითხთან მიმართებით, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რა ვიცი, ზოგადადაც. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო დებატებისათვის. ცოტა ფორმალურ ზღვრებს გავწვდით, მაგრამ მე მგონი ღირდა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო. მაყურებელს მადლობა, რომ გვიყურეთ და საქართველოსა და მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ყოველკვირეული გადაცემით დაგიბრუნდებით 2:07. დროებით.